ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორზე განახლებული იერიშებით ისრაელის არმია ისევ ამყარებს კონტროლს საკვანძო დერეფანზე, რომელიც ღაზის ჩრდილოეთ ნაწილს სამხრეთთან აკავშირებს. ისრაელი აღარ იცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და 2 დღეა სასტიკი იერიშები მიაქვს ალყაში მოქცეულ ტერიტორიაზე. პალესტინელები კი ისევ იძულებული არიან გაიქცნენ და თან წაიღონ ის, რისი გადარჩენაც შესაძლებელია. احنا امبارح رموا علينا مناشير الجيش الاسرائيلي გუშინ ისრაელის არმიამ ჩამოყარა ბროშურები, რომლებშიც ეწერა, რომ უნდა დაგვეტოვებინა ბეით ხანუნის ტერიტორია. აქ ჩვენ 20 დღის წინ დაუბრუნდით მავასიდან, კარვებში ვცხოვრობდით. ახლა კი იძულებული გავხდით წამოსულიყავით. ბავშვები გვყავს, ოკუპაციამ დანდობა არ იცის. მინდოდა გავცლოდი აქაურობას, რომ ტრაგედია არ დატრიალებულიყო. იარმუკის სტადიონის წინ გავჩერდი, რადგან ადგილი ვერ ვიპოვე. ახლა აქაურობას ნანგრევებისგან გავწმენთ და ჩემს კარავს გავშლი. فعد ما لقيتش مكان ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სამშაბათს ისრაელელთა იერიშების შედეგად 400-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, მათგან თითქმის 2/3 ქალი და ბავშვი იყო. ამასთან სამინისტროს მონაცემებში არ არის დაზუსტებული დაღუპულთა შორის რამდენია მშვიდობიანი მოქალაქე და რამდენი მებრძოლი. هذا شايف من أسوأ الأسوأ ვითარება ცუდიდან უარესისკენ მიდის. თავიდან დაიწყო ტრაგედია, ტანჯვა, შიში და საშინელება. ბავშვები ღამით ვერ იძინებენ დაბომბვისა და რაკეტების შიშით. ვერც კი ვიჯერებდით, რაც ვნახეთ, როცა სამხრეთიდან ჩრდილოეთში ჩვენ სახლებში დავბრუნდით. ყველაფერი დანგრეული დაგვხვდა, ირგვლივ ნანგრევების გროვა იყო. მადლობა ღმერთს, რომ ცოცხლები ვართ, თუმცა ყველაფერი განადგურებულია. لا مال ولا دور ولا حاجة الحمد لله كل هذا خلص ისრაელიც და შეერთებული შტატებიც საომარი მოქმედებების განახლებაში ჰამას ადანაშაულებენ. ჰამასმა უარი განაცხადა ომის დასრულებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებამდე დამატებით მძევლები გაეთავისუფლებინა. ეს არ იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში გათვალისწინებული.